გამოცემა ბათუმელებმა სულ რამდენიმე საათის წინ გავრცელა ვიდეო კადრები, რომელიც მათი განმარტებით ბათუმში პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის საცოლის მარიკა გერლიანის ბარის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული. საუბარია ბარ ბოჰემაზე. ჟურნალისტები წერენ, რომ ეს მიმდებარე ტერიტორია 2 კვირის განმავლობაში იყო ინტერესის სფერო. ისინი 2 კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ ბარის ტერიტორიას და ეს ვიდეო კადრებით სავარაუდოდ ამ დროს არის გადაღებული. ბათუმელები წერს, რომ ამ კადრებში კარგად ჩანან ახალგაზრდები, რომლებიც მარიხუანას ახვევენ ბარის გარე ტერიტორიაზე. აქ სავარაუდოდ უნდა იყოს სამეთვალყურეო კამერებიც და ამ კამერებს კარგად უნდა დაეფიქსირებინათ ახალგაზრდების მოქმედება. ბუნებრივია, ჩვენ კითხვები გვქონდა მარიამ გერლიანთან, რომლის საკუთრებაშიც არის ბარი ბოჰემა. ჩვენ გუშინაც ვიმყოფებოდით ამ ბარში. დღესაც ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზე მივიდა. მარიამ გერლიანი პირველებთან კომუნიკაციის დროს ამბობს, რომ ეს ვიდეო კადრები მან ნახა, თუმცა არ შეესაბამება სიმართლეს. ასევე ამბობს, რომ მისი ბარი ბოჰემა უკვე 2 კვირაზე მეტია, რაც აღარ ფუნქციონირებს და არის დაკეტილ მდგომარეობაში. და ვიდეო კადრები, რომელიც ბათუმელებმა გაავრცელა, რომ თქვენს კუთვნილ ბარში მარიხუანას მოხმარებას ჰქონდა ადგილი. მეც ვნახე კადრები, ჯერ ერთი იქედან დავიწყოთ, რომ არ არის ეს ბარის კადრები, ეს არის გარესივრცე თუ კარგად დააკვირდებით. მერე მეორე, ჩემი ბარი უკვე 2 კვირა ოფიციალურად დაკეტილია და ოდესმე შეწყდეს ეს მარაზმი უკვე, ხო? ანუ ბოჰემა აღარ ფუნქციონირებს 2 კვირა? არ ფუნქციონირებს, ქალბატონო ნატო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის საცოლის ბარ ბოჰემასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები. რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ ბათუმიდან გავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე ის ხმაურმა შეაწუხა. ამის შემდეგ გამოიძახა საპატრულო პოლიცია და როგორც ახალგაზრდა ქალი ამბობდა, ადგილზე მივიდა ირაკლი დგებუაძეც, ასევე მივიდა ბარის მფლობელიც და ქალი ამბობდა, რომ მას დაემუქრნენ. რაც შეეხება ბათუმელების მიერ გავრცელებულ ვიდეო კადრებს, ამ კადრებში ჟურნალისტები ამბობენ, რომ ბარის ტერიტორიაზე ჩანან ახალგაზრდები, რომლებიც მარიხუანას ახვევენ. ეს ხდება იმ დროს, როდესაც ქართულმა ოცნებამ ნარკოტიკებთან დაკავშირებით დიდი ბრძოლა გამოაცხადა და ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ გამკაცრებენ კანონებს, თუმცა ვხედავთ, რომ ამ დრომდე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს და ბათუმში პოლიციის უფროსის საცოლის ბართან ახალგაზრდები მარიხუანას ახვევენ. პირდაპირ ეთერში მარიამ მაკასარაშვილი საუბრობდა.